საქართველო ღვინის ქვეყანაა. ჩვენ დიდი ხანია ვამაყობთ ღვინის მდიდარი და მრავალფეროვანი მემკვიდრეობით და 8000 წელზე მეტი დათარიღებით. ეს ის ადგილია, სადაც იბადება პოპულარული ჰიტი, ცოლიკოური თუ მშვიდი წითელი არისტოკრატის საფერავი. ქართველისთვის ვაზი, ქართველობა, ცხოვრება, არსებითობა. ქართველი ვაზ საკუთარი შვილივით უვლის, სათუთად ეპყრობა, ეფერება, უთვალთვალებს როგორ ყვავილობს, როგორ უმძიმდება მტევნები. დარაჯობს ქვებს, ღვინის დაბადების პირველ მახარობელს. შემდეგ აკვირდება თავისიანებს და ელოდება, როდის აციმციმდება მათი თვალები, როცა მის ღვინოს აგემოვნებენ. თუმცა ქართული ღვინის ხასიათი სრულად ბოლომდე აღწერა შეუძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ გაოცება და აღტაცებაა მარტივი. თიხის ჯამში თვალის მომჭრელად ჩალისფერი რქაწითელი, ან ლალისფერი ალადასტური ლივლივებს და შედეგით კმაყოფილი წელგამართული ქართველები წინაპრების სადღეგრძელოს სვამენ. მათთვის ხომ ღვინო პირველ რიგში მამა-პაპათა ოცნების ხორცშესხმაა და მერე ბიზნესი. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული ღვინო ჩვენი კულტურული იდენტობაა. მეგვინეობა რომ ქართული ტრადიციული დარგი არის, ამაზე რასაკვირველია, აღარავინ აღარ დაობს უკვე წლების მანძილზე ეს თემა საკმაოდ აქტიურად განიხილება. მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ რა ისტორიული დოკუმენტებით შეგვიძლია გავამყაროთ, რა მონაცემებით შეგვიძლია საერთოდ ეს თემა გავშალოთ, რომ არა მოგონილი, არამედ დაბეჯითებით დამტკიცებული იმის შესახებ, რომ იგი თვისობრივად ეკუთვნის ქართველი ხალხის განვითარებას, მის ისტორიულ წარსულს და ისტორიულ წარსულში შეიძლება ვეძებოთ ის ღრმა ფესვები, რომლითაც მართლაც მნიშვნელოვნად და პირნათლად წარმოჩინდა ქართველი ერი ამ მიმართულებით, ამ დარგით. ნეოლითში, როდესაც ადამიანი ყალიბდება და თანდათან განვითარების ტემპები უფრო და უფრო წინ მიიწევს, აი იქ ვხედავთ ჩვენ ჩანასახებს, რომ ქართველი ხალხის წინაპარმა ტომებმა სცადეს და ველური ჯიშის, ხორბლეული ჯიშები, მათ შორის ვაზის ჯიშები და სხვადასხვა ჯიშები კულტურულად აქციეს, ანუ მყნობის შედეგად მიიღეს კულტურული ჯიშები და თანდათან უკვე ენეოლითისა და მთელი ბრინჯაოს ხანის მანძილზე აი ამ მოშინაურებული თუ შეიძლება ითქვას კულტურულად ქცეული ჯიშების განვითარებას, მის მოვლაპატრონობას, მის უფრო და უფრო დახვეწას იწყებენ და ეს იმდენად ვითარდება და ეს იმდენად ღრმად და შორს წასული პროცესი არის, რომ ამაზე აურაცხელი არქეოლოგიური მასალა ჩვენ გვიდასტურებს ზუსტად აი ამ ფაქტებს, აი ამ მოვლენების განვითარებას. განსაკუთრებით შუა და გვიან ბრინჯაოსათვის ჩვენ ხედავთ კერამიკული ჭურჭლის საუკეთესო ნიმუშებს, რომელიც უშუალოდ განკუთვნილი არის თხევადი პროდუქტისათვის, როგორც შესანახად, ასევე ვთქვათ, გადასაზიდად. ასეთი ფართო რაოდენობით ჭურჭლის წარმოება, სასმურები, სასმისები, არა მარტო კერამიკის, არამედ ძვირფასი ლითონის, მათ შორის ოქროს, ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილი არის უშუალოდ ღვინისათვის, პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს სწორედ იმ ხალხის მიერ წარმოებულ ჭურჭელს წარმოადგენს, რომელიც ინტენსიურად მოიხმარს ღვინოს. ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც თრიალეთის ვერცხლის თასს ეკუთვნის, აგრეთვე თრიალეთის ყორღანულ სამარხში ნაპოვნ ოქროს თასს ეკუთვნის და ზუსტად ეს ძვირფასი ლითონი ჩვენმა წინაპარმა ტომებმა და ხალხებმა ბუნებრივია გამოიყენეს იმისათვის, რომ ამ მართლაც ძვირფას სითხეს, რომელსაც მევენახეობის შედეგად ისინი ღებულობდნენ, ასევე განსაკუთრებული ჭურჭელი მოემზადებიათ მისთვის.
განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კომპლექსების გათხრის დროს, ციხე-გოჯი, არქეოპოლისი და სხვა ვანი, დაბლაგომი და ასე შემდეგ, დადასტურდა ჭურჭლის ისეთი ნაირსახეობა, რომელსაც ჩვენ ამფორებს უწოდებთ. ეს გახლავთ ერთგვარი ქვევრი, რომელიც ცოტა ისეთი წაგრძელებული ფორმის არის, თავის ისეთი სახელურებით და როგორც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ასე საბერძნეთის ტერიტორიაზე და საერთოდ შავი ზღვის პირეთის აუზში არაერთგან არის ამფორა არქეოლოგიურად დადასტურებული, რაც სწორედ ღვინის გადასაზიდ ჭურჭელს წარმოადგენდა. ესეც ერთგვარი ოპტიმალური ხერხია, საშუალება არის იმისა, რომ აი ეს თხევადი პროდუქტის ღვინის ამ შემთხვევაში გადაზიდვის დროს მისი საუკეთესო თვისებები რომ არ დაიკარგოს და შენარჩუნებული იყოს, აი ამ ქვევრისებურ, ანუ ჭურისებური ფორმის ჭურჭელში, ანუ ამფორაში გახლავთ მოთავსებული. შავი ზღვის პირეთის არქეოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა არაერთი შემთხვევა ჩაძირული გემებისა, რომელთა შესწავლის დროს აღმოჩნდა არაერთი ამფორა, რომელიც ღვინით იყო სავსე და შესაბამისად ესეც მიუთითებს იმ მონაპოვარზე, რომელსაც შორეული წარსულიდან ჰქონდა ადგილი აი ამ ამფორების მეშვეობით ღვინის გადაზიდვისა, ღვინის თქვათ გაზიდვისა საქართველოს ტერიტორიიდან. აღარაფერს ვლაპარაკობ, რომ ძველი ბერძენი ისტორიკოსები მაგალითად ხშირად წერენ, რომ საქართველოში ბევრი რამ აინტერესებდათ, მათ შორის სწორედ ადგილზე წარმოებული ღვინო აინტერესებდათ და ძალიან დიდი იყო მოთხოვნილება ბუნებრივია ამ პროდუქციაზე. როდესაც აიეტის სასახლეს ახასიათებს აპოლონიოსი, იგი საუბრობს, რომ მას თურმე სასახლეში არაერთი შადრევანი ჰქონია, რომლისგანაც მოედინებოდა ზეთი, რომლისგანაც მოედინებოდა ღვინო, რძე და ასე შემდეგ. ანუ ფაქტის ხსენება, რომ შადრევანი აქვს, საიდანაც ღვინო მოედინება, უკვე ნიშნავს იმას, რომ ინტენსიურ მეღვინეობასთან და მეღვინეობის დარგის განვითარებასთან გვაქვს საქმე და ეს იმდენად მნიშვნელოვანი გახდათ, რომ ამაზე თვით სახელმწიფო კარი, ანუ იმდროინდელი მეფის კარი, აიეტის სასახლე ზრუნავდა და თუ ეს ასე არა, რატომ ჰქონდა მას სასახლეში სწორედ ეს შადრევანი? ქართულ საისტორიო მწერლობაში და ისტორიულ დოკუმენტებში სახელწოდება ქვევრი ცოტა უფრო გვიან ჩნდება. მანამდე უფრო ადრინდელ ტერმინად ღვინის შესანახ ჭურჭელად ჩვენ გვაქვს ჭური. აი მაგალითად სულხან საბა ორბელიანი განმარტავს რა ღვინის შესანახ ჭურჭელს, მას პირდაპირ უწოდებს ჭურს. იგივე ჭურის შესატყვისი ყველაზე ძველად ბიბლიაში იხსენიება სწორედ იგავთა წიგნში. როდესაც მონღოლი ნოინები დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში კერძოდ ესტუმრენ დავით ნარინს, მან დიდი ნადიმი გაუმართა და სწორედ აი აქ ხმარობს ჟამთაღმწერელი მოძრავ ჭურს, ანუ რას ნიშნავს ეს მოძრავი ჭური? არა მიწაში ჩაფლული, არამედ ურემზე დამაგრებული ჭურჭელი, ჭური ესე იგი, რომლითაც გაუმასპინძლდნენ მონღოლებს თურმე ქართველები. გამოკვეთილი თუ შეიძლება ითქვას საუკეთესო ხარისხის ჭურები მზადდება სწორედ შროშის თიხისგან და აღმოსავლეთ საქართველოში ვარდისუბნის თიხა. თავიდან ბოლომდე ეს მიწათმოქმედების, ანუ მიწასთან კავშირის დაურღვეველი ჯაჭვი არის წარმოდგენილი მევენახეობაში, მექვევრეობაში და ბუნებრივია ღვინის წარმოებაში. ეს ბალანსი თუ შეიძლება ითქვას, რომელსაც შორეულ წარსულში მიაგნო ქართველმა კაცმა და ამ ყველაფერს ჩამოყალიბებული სახე მისცა და განვითარებული სახე მისცა, ძალიან დიდი დაკვირვების შედეგად, ძალიან დიდი გულისხმიერი დაკვირვების შედეგად ამოიცნო ის საიდუმლოებანი, რომელიც ამ კეთილთვისებებს ბუნებრივია ცალკე ღვინისას, ცალკე თქვათ ქვევრისას, ცალკე თიხამიწისას გააჩნდა და აი ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეერთება, ერთმანეთთან შერწყმა ძალიან ისე საინტერესოდ წარმოადგინა. საყოველთაოდ ცნობილი არის ის ფაქტი, რომ
სოფლიოში 600-ზე მეტ ენდემურ ჯიშს ითვლიან, მათ შორის 500-ზე მეტი ქართული ენდემურია. ჯერ კიდევ ნეოლითიდან მოყოლებული. ადამიანმა სცადა რა იმ ველური ჯიშების კულტურულად ქცევა, ის იმ პროცესს არ განშორებია, იგი თვისობრივად მასთან ერთად განვითარდა. ანუ ადამიანის განვითარებასთან ერთად განვითარდა ის ჯიშები, რომლებიც ველურიდან თანდათან კულტურულად აქცია ქართველმა კაცმა და ამიტომ წარმოდგინდა იგი ასე მრავალრიცხოვნად. როგორც საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ისევე დასავლეთ ტერიტორიაზე და ის საუკეთესო ჯიშები, რომლებიც ლოკალურად გვაძლევენ თელ ბუკეტს, თუ შეიძლება ითქვას, სიკეთისა ქართული მიწიდან მოწეული ვაზისა, კარგად რომ ჰქონდა ამ ხალხს ჩვენს წინაპრებზე შესწავლილი, ამიტომაც არის ასეთი შედეგები წარმოდგენილი და მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს არაერთ კონკურსზე ქართულ საქართველოში წარმოებულ ღვინოებს საკმაოდ დიდი აღიარება, მოწონება აქვს და ეს ბუნებრივია, ერთგვარად შეუქცევადი პროცესია, რომელიც უფრო და უფრო გამოიკვეთება. პიეტრო დე ლა ავიტაბილე, არქანჯელო ლამბერტი, სპენსერი, კოხი ხაზგასმით აღნიშნავენ იმ საუკეთესო თვისებებს, რომელიც მათ საქართველოში მოგზაურობის დროს შენიშნეს ღვინოში. ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე, ღვინის თქვათ მომზადების ტექნოლოგიაზე, საერთოდ მევენახეობაზე, მართლაც უნიკალური ცნობები გახლავთ აი ამ მოგზაურთა და ისტორიკოსთა წყაროებში. თანამედროვე გადასახედიდან უფრო სხვა რაკურსით შეიძლება დავინახოთ და წარმოვაჩინოთ ის როგორ უყურებს ევროპელი კაცი იმას, რაც საუკუნეების მანძილზე განვითარდა საქართველოში. ანუ განვითარდა იმ სამეურნეო კულტურულ ყოფასთან მიმართებაში, რომლის საფუძვლის ჩაყრაში სწორედ ქართველური მოდგმის ტომება ძალიან დიდი როლი ითამაშეს. რამდენად კარგად იცნობენ ისინი იმ მართლაც უნიკალურ შენაქმს, რომელსაც ქართველმა ხალხმა ქართულ მიწასთან უშუალო კავშირი მოუძებნა. კახეთი ქართული მევენახეობა მეღვინეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი და გამორჩეული კუთხეა. სადაც ღვინის დაყენების წესი და კულტურა განსხვავებული და სრულიად ავთენტურია. ღვინოზე საუბარი გაცილებით სხვა ელფერს შეიძენს, თუ მაყურებელი და ღვინო უფრო სასიამოვნო და პოზიტიური შინაარსის გარემოში შეხვდებიან ერთმანეთს. ამიტომ ჩვენი პირველი ლოკაცია ხაშმი გახდა. ხაშმი ძველის ძველი ისტორიული სოფელია გარე კახეთში. ის ფაქტი, რომ ხაშმის საფერავი საუკეთესოა, სწორედ მდინარე ივრის დამსახურებაა. იქაური ნიადაგი და ზვრები, ხომ მდინარე ივრით იკლავენ წყურვილს. ლეგენდა დევების სისხლად წოდებული ხაშმის საფერავზე, ისევე როგორც სხვა ბევრი ლამაზი მითი, თამარ მეფეს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ვაზი თამარის დავალებით გაუშენებიათ, გარეჯელ ბერებს. თუმცა არსებობს ცოცხალი, თანამედროვე ისტორიაც ხაშმის ვენახებისა. ჩვენც დავით გარეჯიდან გადმოსულმა ბერებმა გვიმასპინძლეს. მთავარი მეგზური მამა იაკობია. თუმცა ინტერვიუზე ვერ დავითანხმეთ, სანამ მრევლის გოგო ბიჭები 100 მეტრიან ზვრებს ფუტკრებებით შესევიან საკრეფად, მანამდე მამა იაკობი საინტერესო ამბებს გვიყვება. ვენახები საგარეჯოს წმინდა ნინოს სახელობის ეპარქიას ეკუთვნის. ეპარქიის წინამძღოლი მეუფე ლუკა ლომიძეა. ბერებს ვაზი 6 წლის წინ გაუშენებიათ. 3 ჯეშის ყურძენი დაურგავთ. 1000 ძირი რქაწითელი. 1200 ძირი კაბერნე სოვინიონი. 7800 ძირი საფერავი. თან სამივე სახეობის. მრგვალმარცვალა, ბუდეშურა, ხარისთვალა. აქ თურმე ადრე სამონასტრო ტერიტორია იყო. თუმცა 1921 წელს კომუნისტებმა მიწები მონასტერს ჩამოართვეს. მოსახლეობას გადასცეს და სოფლიდან მევენახეებიც გაასახლეს. 1963-ში კი მათ აბრეშუმის მეურნეობა დააარსეს.
თუმცა 2003 წელს ეს ადგილი ისევ მონასტერს დაუბრუნდა. ღვთისშეწევნით წლევანდელი მოსავალი კარგია, 35 ტონა ყურძენს ელოდებიან. როგორც ჩვეულებრივ ხდება, საინტერესო საუბრისას დრო მალე გადის. ამასობაში 2 ტონა საფერავი დაიკრიბა. აი ეს არ მინოდა რომ მიმამოსულიყო რა ახუჩებს მაგრას. კახური მწვადის სურნელი ტრაპეზის მოახლოებას გვამცნობს. უნდა ითქვას, რომ ხაშმის საფერავს არც ადგილობრივი კიტრი, პომიდორი და ხილი ჩამოუვარდება. ყველაფერი გემრიელია. პური, ყველი, წყალი. ყველა მათგანში ხაშმის ხელწერაა. ტრაპეზი მალე სრულდება. კიდევ ბევრი საქმეა წინ. 2 ტონა ყურძნის კრეფა უნდა მოასწრონ შებინდებამდე. ჩვენ კი საზედაშე ღვინის დაწურვის პროცესს უნდა ვეზიაროთ. რთულია შეელიო სურათს. გულიც აქ რჩება და თვალიც. საფერავის ზვრების მწვანე ფარჩათა რიგს მძივებად მოუსხამთ წითელი. ფოტოსინთეზის სტიქიის მსხვერპლი. კაბერნე სოვინიონი. პატარძეულო ნაკებო ვაშკაცო ილეთიანო, ქალო და რძალო ლამაზო, საყდრებო გუმბათიანო. გუმბათიან საყდარს არა, მაგრამ პატარა ბაზილიკას მივადექით. ეს ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერია. აქ მიხვდები, რას ნიშნავს ნამდვილი მეღვინეობა. აუცილებელი არ არის მონასტერში ცხოვრობდე და საწნახელში ყურძენი შიშველი ფეხით დაწურო. შეგიძლია თანამედროვე ტექნოლოგიით ისარგებლო. მთავარი შინაგანი განწყობა, მზაობა მიდრეკილებაა. როცა თეორიული ცოდნის გარდა ფლობ იმ სულიერ კომპონენტს, წარმოსახვაში სრულყოფილად დაინახო პროდუქტი, მანამ სანამ რეალურად შექმნი. ასეთ უნარს ფლობს აქ მონასტრის ყველა ღვთისმოსავი და ღვინის დაწურვაში მონაწილე კეთილი ადამიანი. ეს არის თავიდან ბოლომდე შემოქმედებითი პროცესი. სწორედ ეს უნარია, რომლის გამოც აქაური ღვინო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და მონასტრის საავტორო შედევრი ხდება. ყურძნის დაწურვა და ღვინის დაყენება ქართველი კაცისთვის სასიამოვნოა. რაც არ უნდა დაღლილი იყოს, ეს დაღლილობაც კი სასიამოვნოა და დამეთანხმებით ალბათ ვინც ერთხელ მაინც ყოფილა რთველში და რაღაც შეხება ქონია ღვინის დაყენებასთან, ეს არის ძალიან სასიამოვნო სამუშაო. სამუშაო, რომელიც მე ყოველთვის ფასდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერჭიქას მაინც აწევს და აგემონებს ღვინოს, ყოველთვის იხსენებს მის დამყენებელს, მის მომყვანს, ვენახის მომყვანს და ასე შემდეგ. თავისთავად ეს თავისთავად, მაგრამ შემდეგ მონასტერში, როდესაც ღვინის დაყენება, ვენახის მოვლა, ყველაფერი თანაზიარია ლოცვასთან. ღმერთთან თანამყოფი ადამიანების ღვთის შემწეობის, ღვთის ფარგლის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი. ერთიორად უფრო სასიამოვნოს ხდის ამას ყველაფერს. მოგეხსენებათ, რომ ცუდი ყურძნისგან კარგი ღვინო ვერ დადგება. კარგი ყურძნისგან შეიძლება კარგი ღვინის მიღებას და შედარებით ცუდი ღვინო არ არსებობს, მოგეხსენებათ. კარგზე კარგი არ დაილევა. ჩემი დაყენებული ღვინო და ამათი დაყენებული ღვინო, მონასტრის დაყენებული ღვინო იმით გამოირჩევა, რომ ვენახიც თავისი აქვს, ვენახშიც თვითონ მოყავთ ეს ყურძენი, მოყავთ კონდიციური ყურძენი, სრული წესების დაცვით, როგორც ქართული, ასევე ევროპული, წამლობის დაცვით,
წამლობის პერიოდების დაცვით და კრეფავენ მაშინ, როდესაც ყურძენი აღწევს კონდიციას, საჭირო კონდიციას და შემდეგ უკვე ბუნება ბრძანებელია და კარგი ყურძნისგან სულ რო არ ჩაერიოს და მინიმალურად რო ჩაერიოს მეღვინე, უკვე კარგ ღვინოს იღებ, იმიტომ რომ ბუნება ბრძანებელია. თავად იზრუნებს ღვინის დაყენებას. ამიტომ აქედან გამომდინარე, აქ მოწეული ყურძნიდან დაყენებული ღვინო და მით უმეტეს მოგეხსენება სადაც ვიმყოფებით, ვისი მფარველობის ქვეშ, დედაღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით ბატონო ჩემო და საუკეთესო ღვინო გამოსდით. აი აყენებენ მამავები ნახევრადკბილ საფერავს. ოდესაც ეს სჭირდება და ეგრეთ წოდებული საბარძიმე ღვინოს, რომლის ძველი ქართული წესი არის ასეთი. ბარში დაკრეფილი ყურძენი თაში იწურებოდა და დუღდებოდა, იმის გამო რომ შედარებით დაბალი ტემპერატურაა თაში, ღვინო ბოლომდე დაღწევს ყურძენი ვერ ასრებს და ინარჩუნებს ნახევრადკბილ კონდიციას. და გამოდის ბუნებრივად ძველი ქართული წესით დადუღებული ნახევრადკბილი შავი ღვინო საფერავი, ეგრეთ წოდებული ქიძმარაულის ტიპის, რომელიც გამოიყენება საბარძიმედ. პერისკაცები და მეგობრები ვართ და ასე გრძელდება ჩვენი მეგობრობა დღემდე მოყვება. ერთმანეთის გვერდში ვდგევართ. ერი და ბერი რამ გავა. საქართველოში მუდამ ასე იყო და ფისკალობით ასე იქნება. ყოველდღიური ზრუნველობის, ყოველდღიური საზრუნავის ქვეშ კეთება ეს ღვინო, ყენდება და არაკლია პატრონობა და ღვინოს, როგორც ადამიანს ისე უყვარს მოვლა და პატრონობა, როგორც ლამას ქალბატონს ისე უყვარს მოვლა და პატრონობა. ანუ ღვინო შეადარებით ლამას ქალბატონს. რა თქმა უნდა. არ არსებობს ულამაზო ქალბატონი, არ არსებობს ცუდი ღვინო. რა კარგია რომ მე დავიბადე ლამაზ ქვეყანაში, ღვინის და ქვევრის ქვეყანაში. ვამაყობ ამ ხალხით, ვისაც ახლავე მშვიდობები, თითოეული მათგანით, ვინც ეს არის ღვთიური ალქიმიის საიდუმლოს გვაზიარა. ვპირდებით რომ მომავალშიც აუცილებლად დავარღვევთ სამონასტრო ცხოვრების მყუდროებას, კიდევ ახალი სასწაულების ამოსაცნობად.